გურიაში ლანჩხუთში არის ვიკა ფილფანი, გახარია საქართველოს პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, მესტიის საკრებულოს დეპუტატი, რომელიც მაშველი არის ახლა პრაქტიკულად შეიძლება ითქვას და მე ვიკა ჩვენ ვაჩვენეთ ის ვიდეო თუ როგორ გადაყავდათ ქალბატონი სასტრაფო დახმარების მანქანა როგორც ჩანს ვერ მიდის ხო ადგილზე როგორ გადაყავდათ თქვენ ქალბატონი პირველ რიგში დავიწყებ მოდი ამ ვიდეოთი თუ არის ახლა გადაყვანილი სად მიყავდათ ეს ადამიანი და როგორ გითხრათ მის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და შემდეგ უკვე ვითარებაზე მოვყვეთ რა ვითარება ახლა ლანჩხუთში ვიკას თუ ესმის ჩემი ხმა კი მესმის მოგესალმებით პირველ რიგში ხო ეს ქალბატონი უკვე კლინიკაში არის გადაყვანილი და ცოტა ხანში შევიტყობთ მის მდგომარეობას უკვე უშუალოდ როდესაც ჩვენ ჩავავწევთ ლანჩხუთში ვინაიდან გზების პრობლემა რა თქმა უნდა ისე პრობლემა რჩება და ამას კიდე ამძაფრებს ისიც რომ დღის განმავლობაში როდესაც ტემპერატურა ვარდება ტექნიკით გაწმენდილი გზა რეალურად გაწმენდილი აღარ რჩება იქიდან გამომდინარე რომ ტემპერატურა იცვლება და თოვლის საფარიც უკვე იმ გაწმენდილ გზას რეალურად ხელახლა აფუჭებს აქედან გამომდინარე ძალიან რთულდება გადაადგილება გაწმენდილ გზაზეც კი ერთხელ გაწმენდილ გზაზე რა თქმა უნდა იმიტომ რომ თოვლია თუ რის გამო რომ აგვიხსნათ ინტენსიურად თოვს როგორც ვიცი იმიტომ რომ კი როდესაც ღამის განმავლობაში ეს თოვლი იყინება ისე თუ ასე მოჭიდება ცოტა ძლიერია და შედარებით მარტივია გადაადგილება მაგრამ დღის განმავლობაში როდესაც ტემპერატურა იცვლება და შედარებით უფრო თბილა ეს თოვლი დნება და ეს გამდნარი უფრო ისეთი თოვლი უფრო რთულია გადასაადგილებლად ფაქტობრივად ჩვენ გუშინ დღეს დილით გამთენიამდე მოვიარეთ 8 სოფელი დილით დავასრულეთ 8 სოფლის შემოწმება და მოსახლეობის მონახულება და გუშინ გაცილებით ადვილი იყო ამ 8 სოფელში მისვლა ვიდრე დღეს რამდენიმე ანალოგიურ ლოკაციაზე და დღეს განსაკუთრებით ისე ხშირია ავტომობილების გაჭედვა, მათ შორის მაღალი გამოვლობის ავტომობილების გაჭედვა. ხო, ვითარება ძალიან რთულია, ძალიან რთულდება ყოველდღურად, იმიტომ რომ თუ მაგალითად გუშინ ადამიანები თხოვდნენ, რომ დაგვეხმარეთ სახურავის გადათოვლაში, დღეს უბრალოდ მათი ერთადერთი მოთხოვნა რომ ამ სახლიდან გამომიყვანეთ. ევაკუაციას ითხოვენ დღეს ადამიანები ფაქტობრივად, იმიტომ რომ დიდი საშიშროება და ეხა ბოლო რამდენიმე საათში უკვე მეხუთე სახლი ჩამოიგრა რა ინფორმაციას ალბათ თქვენ თვითონაც ნახავდით. ვერ ვასწრებთ ლოკაციებზე გადასვლას, იქიდან გამომდინარე რომ ამ ადამიანებს უშუქობის მეხუთე დღეს და როდესაც მოწყვეტილი არიან მთლიანად ცივილიზებულ სამყაროს მეხუთე დღეს ამოწურული აქვთ პროდუქტები წამლები რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვილი ბავშვების საკვები მოხუცები არიან სრულიად უმწეო ამ ვითარებაში იმიტომ რომ ისინი სახლიდან არათუ ვერ გამოდიან სახლში უშუქობაში და სიცივეში უწევთ ყოფნა ყველაზე ხშირად რასაც ვითხოვენ ეს არის აი ძალიან ელემენტარულ რაღაცას ვაკეთებთ ეხლა მართლა არაფერს განსაკუთრებულს იმიტომ რომ არ შეიძლება ალბათ დღევანდელ ცხოვრებაში ვერავის ვერ ექნება იმხელა მარაგი მომზადებული რომ აი ასეთ რამეს გაუძლოს და მას არ დასჭირდეს არაფერი შესაძლოა ამის გამონაკლისებიც იყვნენ. ეხლა რაც შეეხება პროცედურებს, რა პროცედურების მიდის და წესით რა პროცედურებიც უნდა მიდიოდეს. ჩვენ ვაკეთებთ თვით იდენტიფიცირებას ამ ადამიანების. ფაქტობრივად პოსტებით, კომენტარებით და პირადი მიმოწერით, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიგებთ, აი რო გონია რომ ერთ ლოკაციაზე მივდივართ, აქ იმყოფება ერთი ადამიანი ეს ადამიანი მიგვასწავლის ხოლმე მეორე ლოკაციაზე თავის მეზობელთან, რომელზეც ჩვენ მანამდე საერთოდ ინფორმაცია არ გქონდა და ის სახლი საერთოდ სარიელი გვეგონა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იქნებოდა რომ მუნიციპალიტეტს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უბრალოდ ამ ადამიანების სია, ლოკაციები მაინც გამოექვეყნებინა, რომ უბრალოდ ესე ვარაუდის დონეზე იმ ადამიანებს არ დასჭირვებოდა სახლ ამ ადამიანების ძებნა, რომ არის ვინმე თუ არ არის. და ამ ადამიანების შვილები ან ნათესავები, ვინც შორს იმყოფებიან ქვეყნიდან ან ამ კონკრეტული ადგილიდან, გვატყობინებენ, რომ აი 5 დღეა ვერ უკავშირდებით ოჯახის წევრებს, მათგან არ ისმის არაფერი და აი დაახლოებითი ახსნით, რომ აი პირველი შესახვევი, მეორე შესახვევის დონის ახსნით
ვაგნებთ უბრალოდ ამ ადამიანებს. ერთ ლოკაციაზე გასვლის დროს გვეწევა კიდე რამდენიმე სხვა ლოკაცია, რომ აი ამ ლოკაციაზეც იქნებ მიხვიდეთ, იმიტომ რომ შემოსულია შეტყობინება ამ ლოკაციაზეც, რომ არ გამოდის სიგნალზე, ან სჭირდება რაღაც კონკრეტული. გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვა, ლადო აფხაზავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომ თოვლის დნობის შემდეგ ჩვენ კიდევ არ ვიცით რა ვითარება გამოჩნდებაო და რამდენს გაქვთ თუ არა ეს განცდა, რომ შესაძლოა ვითარება ბევრად სავალალო შეიძლება იყოს, ვიდრე ახლა ჩანს და ვიდრე აღიქმება. კი, გეტყვით ამასაც, ვინაიდან ყველამ დავინახეთ, რომ წინასწარ ამ სტიქიის პროგნოზი შეფასებული არ იყო, არც თვითონ სტიქიაც არ იყო შეფასებული და არ იყო მოსალოდნელი, იმიტომ რომ ძალიან მარტივია ხევში მაგის შეფასება, როდესაც გადაუდებელი თოვა არის გამოცხადებული ამ პროცენტული ნალექით, იქ ძალიან მარტივია მიხვდეს, ძალიან საბაზისო ცოდნა სჭირდება, არათუ შესაბამის სამსახურების ცოდნა, რომელიც განსაზღვრავდა, რომ ამ კონკრეტულ ადგილას შეიქმნებოდა პრობლემები. მაგრამ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი და საფრთხის შემცველი რაც არის, რეალურად ეს არის ტემპერატურის ცვლილება, რომელიც თუ სწორად მახსოვს, შაბათს უკვე გადადის +13 ტემპერატურაში, რომელიც გამოიწვევს თოვლის ძალიან სწრაფ დნობას. თოვლის ძალიან სწრაფი დნობა გამოიწვევს, რა თქმა უნდა, წყლის დონის მომატება, შესაბამისად შესაძლოა გამოიწვიოს მეწყერების საშიში ან წყლის მომატება ხევებში და მდინარეებში. აქამდე თუ ამისთვის არავინ მოემზადა, ან დღესაც არავინ არ აკეთებს არაფერს იმისთვის, რომ დღეს ეს ადამიანები უბრალოდ სასოწარკვეთილი და უბრალოდ იმედობაში არ იყვნენ მიტოვებული, თხოვნა არის, ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება არის, რომ აი ამისგან მაინც დავიზღვიოთ თავი და იქნებ ამისთვის მაინც მოემზადონ შესაბამისი სამსახურები. ყველანაირი ტექნიკით, ყველანაირი თავისი დაგეგმით და ამ ადამიანებთან კომუნიკაციით და განისაზღვროს რეალურად რისკები, ხო? სეისმოლოგთა ჯგუფი უნდა ჩაერთოს ამ ყველაფერში, უნდა ჩაერთოს პროფესიონალთა ჯგუფი, რომ განისაზღვროს ეს საფრთხეები, რომელიც საფრთხეებიც აქედან მომდინარეობს. მადლობა ძალიან დიდი ვიკა ფილფანს, დიდი მადლობა.